მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილოთ თუ რა ტრენდები არის ამ წუთას კრიპტოში, სად კეთდება ფული და სად შეგვიძლია ფული გავაკეთოთ. ასევე განვიხილოთ მომავალ პროექტებს, რომლებიც მალე გამოდის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ფული ან airdrop-ით ავიღოთ, ან ფული ჩავდოთ და ფული გავაკეთოთ. გავიაროთ პირველი პროექტი, რომელიც გამოვიდა 17 სექტემბერს. ეს იყო Aster-ის ტოკენი. Aster-ი არის perpetual ბირჟა. ანუ ასეთივე ბირჟა არის Hyperliquid Solana-ზე. Hyperliquid არის Solana-ზე და ანუ მოკლედ ამის მსგავსი ბირჟა არის, სადაც შეგიძლიათ არა ფიუჩერსების გახსნა, პოზიციების გახსნა, ლონგი, შორტი შეგიძლიათ კოინებზე რა, სხვადასხვა სახის კოინებზე. გააჩნია ისეთ კოინებზე შეგიძლიათ, რომელიც ჯერ არ გამოსულა და ისეთ კოინებზე შეგიძლიათ, რომელიც გამოსულია. მაგალითად, აგერ Wealthy ტოკენი არის გამოსული Hyperliquid-ზე, შეგიძლიათ გაშორტოთ, პოზიცია აიღოთ, შეგიძლიათ გალონგოთ. და არის კიდე ბევრი სხვადასხვა სახის კოინები რა. ანუ ძალიან ბევრი კოინი აქვს. ახალი კოინი რაიმე თუ არ გამოსულა ჯერ, შეიძლება ისე იყოს, რომ აქ მაინც დაიდოს, ანუ პრიმარკეტი გაიხსნას და ამ პრიმარკეტზე შეგიძლიათ უკვე კოინზე ვაჭრობა. ასევე აქვს ვალუტები შეგიძლიათ თანხა მოათავსოთ და წელიწადში რამდენიმე პროცენტი გააკეთოთ, მაგალითად Hyperliquid-ის Volt-ი არის, სადაც შეგიძლიათ 6% გააკეთოთ წელიწადში. ანუ $10 მოათავსეთ აქ რაც არის და მიახლოებით წელიწადში 6%-ს მიიღებთ ჩადებული დეპოზიტიდან. ამის გავსი ზუსტად ბირჟა გამოვიდა Binance Smart Chain-ზე და ეს ბირჟა არის AsterDex. AsterDex. და AsterDex, მოკლედ, როცა გამოვიდა, კოინი გამოვიდა თან AsterDex-ის ბირჟის გამოსვლის ერთად და ეს კოინი დაილანჩა, როგორც ხედავთ, 17 სექტემბერს 4 საათზე. და ამის შემდეგ კოინმა დაწერა დაახლოებით, მაგალითად, აქ მაინც ვერ ვიყიდით, სადღაც აქ რო გვეყიდა, დაახლოებით დაწერა 10x-ზე მეტი დაწერა, მოკლედ, რადგანაც ახლა არის ფასი 1.26$-ზე იყო ასული. ანუ ძალიან კარგი x-ი დაწერა და ამის ყიდვა, ანუ რატო იყო ამის ყიდვა კარგი იდეა? იმიტომ იყო ამის ყიდვა კარგი იდეა, რომ Binance-ის ფლობელი ვინც არის ჩეზე, ეგ რეკლამას უკეთებდა, ანუ ჩათვალე მისია რაც, გონი მისია, წესით მისი უნდა იყოს. ანუ მისი perpetual-ი ის პლატფორმა უნდა იყოს ეს, შესაბამისად შექმნა და თვითონ მე რეკლამას უკეთებდა, პოსტებს დებდა და ასე შემდეგ. შესაბამისად ამის ხარჯზე, რო თვითონ ანუ ასაპორტებდა ამ პროექტს, ამის ხარჯზე პროექტის ტოკენი, მთავარი ტოკენი რაც არის Aster-ი, წავიდა და დაწერა 10x. ასეთი მაგალითი არის ერთ-ერთი, მაგალითად გვერდი არის Lucon Chain-ი, რომელმაც დაწერა Cooker Flips-ი. Cooker Flips-ი არის ერთ-ერთი ინფლუენსერი, რომელსაც აქვს მისი alpha ჯგუფი Pastel Alpha. და როგორც ხედავთ, Cooker Flips-მა დაიჯერა ეს პროექტი, რომ კარგი არის და ჩადო $1.24 მილიონი Aster-ში და 3 დღის განმავლობაში hold-ავდა, ახლა დააპროფიტა უკვე გამოიტანა და ჯამში გამოიტანა 5.57 მილიონი. ანუ დაახლოებით გააკეთა 5 მილიონი პროფიტი, 6.7 მილიონზე ახლა ტოკენის ფასი, ჯამში ამის ჩადებული და ჯამში გააკეთა მიახლოებით 5 მილიონი $-ი სუფთა პროფიტი 3 დღეში. ანუ ასეთი რაღაცა რო გააკეთოთ, რა თქმა უნდა, თანხა გინდათ და ამ ტიპს ახლა მაგალითად რა უწყობს ხელს. ჯერმთეთი ის უწყობს პირველ რიგში ხელს, რომ ამერიკელია, რა თქმა უნდა, ამერიკელები უფრო მარტივია მაგათთვის, რადგანაც ინგლისურად ლაპარაკობ, სოციალურ ქსელები გიწყობს ხელს, ასევე რეკლამა გიწყობს, მონეტიზაცია გიწყობს ხელს და ასე შემდეგ, ანუ სხვა შემოსავლის წყაროები გაქვს რა. მაგალითად აქვს მისი ჯგუფი, როგორც ხედავ Pastel Alpha, თვითონაც გაქაჩულია მოხდილი, ანუ ჩათვალეთ ინფლუენსერია მოხდილი საკმაოდ 115,000 ფოლოვერი ყავს და ანუ Pastel Alpha-ის ხარჯზე მაგალითად ყოველთვიურად ამას შეძდის სადღაც რავი Pastel Alpha-დან ალბათ ყოველთვიურად სუფთა მოგება შეძდის $50,000 მინიმუმ იქნება რა თვეში. ანუ დიდი ხანი აქვს უკვე ეს ჯგუფი მოხდილი და თვითონ ჯგუფი ღირს სადღაც 100 თუ 150-დან $200-მდე რა ზუსტად არ ვიცი რა ღირს. მაგრამ გონი ამ ბოლო დროს სადღაც $200-მდე უნდა ღირდეს. ანუ ერთი კაცი ერთი თვე რო იყო $200 იხდი. შესაბამისად 50,000 ამ ჯგუფმა რომ სუფთა მოგება გააკეთოს თვეში ძალიან მარტივია და ამის ხარჯი ამ ხელა თანხა რო აქვს, ისედაც ფული აქვს, ანუ შეუძლია უფრო გაურისკოს რაღაცა თემებს რა. ანუ ისეც დიდარი, ანუ rich get richer-ის ფონდია რა, რაც უფრო დიდარი ხარ, მით უფრო ადვილია რაიმე პროექტში შეხვიდე და იქიდან უფრო მეტი ფული გააკეთოს. შესაბამისად, შემდეგ Pastel Alpha რო გაქვს, Pastel Alpha-დან შემოსავალი გაქვს ყოველთვიური შემოსავალი, იცი რომ ეგ 50,000 რო გაქვს შემოსავალი, 30,000 შეგიძლია გადაყარო პროსტა რისკი, გარისკო რაღაცებში, შემდეგ იმ რისკით ფულს აკეთებ და ასე შემდეგ, იმ რისკით ფულს რო აკეთებ, მე სადმე დაპოსტო რომ ამდენი გავაკეთე 30,000 ავიყვანე 100,000-ზე, 100,000-ზე რო აიყვანე. მე დადებ რომ Pastel Alpha-ში დავწერე ესო, მე Pastel Alpha-ში მეტი ხალხი
შემოვა და ასეთი ციკლი არის შექმნილი. შესაბამისად, ამისთვის უფრო მარტივია ეგეთი რაღაცის გაკეთება, ხოლო უბრალო ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, 1.2 მილიონის ჩადება coin-ში, ცოტა რისკიანი არის, მაგრამ ანუ თავის დროზე რო დაგვეჭირა და იმის ხარჯზე რომ ანუ Binance-ის მფლობელი შილავდა, შესაბამისად შეგვიძლია შევსულიყავით და რავი, აქ სადმე შევსულიყავით შეგვიძლია გაგვეკეთებინა მაინც 3-4x საშუალო გაგვეკეთებინა ამ coin-ზე. გავიარეთ ასტერი, ეს coin-ი ანუ რამდენად წინწავა, უკვე ჩემი აზრით გვიანია შესვლა, რადგანაც ანუ ზოგადად მე არ მიყვარს ამ ხელაზე უკვე მოხდილი არის უკვე ყველა როცა იცის ამის შესახებ, შემდეგ ამ პროექტში შესვლა უკვე ანუ ჩემი აზრით ცოტა ანუ კუქერის გამოდის უკვე, ანუ ჩემი აზრით ცოტა გვიანია, ამიტომ რავი, აქ თუ გავაზეთ, აქ თუ ვერ დაიჭირეთ ეს, ანუ პირველ ლეგში თუ ვერ დაიჭირეთ, უკვე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ანუ მარკეტ კაპი უნდა შეადავთ. აქ შეიძლება თქვა აზრი არ აქვს და შეიძლება გაფრინდეს $5-ზე, მაგრამ ანუ ჩემი აზრით ზოგადად მე მას ჩემი ვაჭრობის სტილიდან გამომდინარე, ვაჭრობის სტილი ისეთი მაქვს, ანუ ადრე თუ არ დავიჭირე, ანუ ამ ლეგში თუ არ დავიჭირე პირველ დღეს, მაშინ ჩემი აზრით უკვე 1-3 დღის შემდეგ უკვე მოხდი პროექტში, რომელიც გატრენდდა უკვე და ყველა მიცის რომ 10x-ი დაწერა, უკვე ცოტა გვიანია შესვლა. გავიაროთ ახლა შემდეგი რაღაც მეტეორაზე. მეტეორა არის Solana-ს პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ დალანჩოთ coin-ები, ასევე აქ შეგიძლიათ LP providing-ი გააკეთოთ, ანუ liquidity providing-ი და შესაბამისად ამაზე თანხა გააკეთოთ. ცალკე გაიდი თუ როგორ უნდა გააკეთოთ მეტეორაზე თანხა, ანუ ჯგუფში ქონდა დადებული, რუსული გაიდი იყო, შეგიძლიათ გადაგეთარგმნოთ და შეგიძლიათ გადათარგმნოთ და წაიკითხოთ, ძალიან კარგად წერია მეტეორაზე თანხა როგორ კეთდება. მეტეორა მოკლედ დაწერა, რომ მათი coin-ი გამოდის ოქტომბერში და coin-ის airdrop-ი იქნება. Airdrop-ი დაურიგდება იმ ტიპებს, ვისაც Jupiter-ი ქონდათ დასტეიკებული, ან Jupiter-ი არის Jupiter-ის აგრეგატორი, ეს არის Solana-ს აგრეგატორი და აქვს ამას მისი coin-ი Jupiter-ი რა. Jupiter-ი ვისაც ქონდა დასტეიკებული, იმას ურიცხავს თანხას, ანუ airdrop-ს ურიცხავს და შესაბამისად ასევე პროსტა იმათ, ვინც მეტეორას პლატფორმას იყენებდა, ანუ LP providing-ს აკეთებდა, coin-ებს ყიდულობდა მეტეორაზე და ასე შემდეგ. გამოაცხადეს, რომ ანუ მეტეორას airdrop-ი იქნება ოქტომბერში და airdrop-ი იქნება შემდეგი სახით, ანუ NFT დისტრიბუტორი იქნება, airdrop მექანიკი, რაც ნიშნავს, რომ ანუ თითოეულ ადამიანს NFT-ს დაურიგებენ, ეს NFT შეგიძლიათ დააკლეიმოთ და შემდეგ ამ NFT-ზე, ანუ თანხა არის მიჯაჭვული რა, შეგიძლიათ ეგ NFT შემდეგ მიასუხაროთ როგორც ასე და ეგ თანხა, ანუ მეტის ტოკენებში გამოიყოთ და გაყიდოთ და გააკეთოთ ამაზე, ან პროსტა დაასტეიკოთ, ან გქონდეთ ეს NFT და მაგაზე რაღაცა პროცენტულად წელიწადში რაღაცას გადაგიხდიან, პროცენტულად ბევრი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაქსიმუმ იყოს რავი 7-8% წელიწადში, მაგრამ მაინც, ანუ ეგეთი სისტემა აქვს ახალი. ესეთი სისტემა ჯერ არ იყო მოგონილი, ანუ პირველი არის ეს სისტემა და ძირითადად როგორ წავა არ ვიცი, მაგრამ ოქტომბერში airdrop-ს ველოდებით, ჩეკერიც გამოვა მალე, გავჩეკავთ ჩვენ wallet-ს, ვის რამდენი მოგვიწა airdrop-ი და ეს არის ჩათვალეთ უფასო მაყუთი, ანუ თუ თქვენ თუ ვაჭრობთ მეტეორაზე. გავიაროთ შემდეგი არის გამოდის ასევე Rebit wallet-ის airdrop-ი იქნება, Rebit wallet. მოიცადეთ Rebit wallet. Rebio. ხო, ამ wallet-ის airdrop-ი გამოდის, დაწერეს აგერ, ანუ what will be the market cap of Rebio, ანუ მიგვანიშნეს იმაზე, რომ Rebis ტოკენი გამოვას მალე, როდის გამოვა ჯერ თარიღი არ უთქვიათ, მაგრამ ანუ ამაზე თანხის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ tokenomics ნახავთ, თუ რამდენი ვის რა ურიგდება, airdrop-ი როგორი სახის აქვს და ასე შემდეგ. შემდეგ ტოკენი როცა გამოვა უკვე TGE-ზე, Rebio wallet-ს არ ვიცით, არ მგონია ბევრი იყენებდეთ. შემდეგ როდესაც უკვე, ანუ airdrop-ის ბევრი რადგანაც არ იყენებდით, airdrop-ის მიღების ალბათობა ნაკლებია, მაგრამ თვითონ ტოკენი რო გამოვა, შეგვიძლია TGE-ზე ვუყუროთ, tokenomics-ი წავიკითხოთ და შემდეგ TGE-ზე როცა ტოკენი გამოვა, ვიყიდოთ. ანუ დავაზე ვიყიდოთ, დაველოდოთ, შეიძლება რამდენიმე დღეში ფასი აიწიოს. მაგრამ ეს უკვე დამოკიდებულია airdrop-ი რა როგორი ექნებათ, როგორი სახის, ვის რამდენი დაურიგდება, ანუ ბოლომდე თვითონ ტოკენის tokenomics-ი უნდა გავიაროთ, რომ მივხვდეთ ღირს თუ არა TGE-ზე შესვლა. ამაზე ინფორმაცია ჯერ ვერ მოგაწვდით ღირს თუ არა შესვლა, მაგრამ თვითონ ინფორმაციას კი მოგაწვდით, რომ Rebio wallet-ი გამოდის. ასევე MetaMask-საც ექნება მისი airdrop-ი მალე.
როდის ექნება ეგეც არ ვიცით, მაგრამ ანუ მიგვანიშნებს უკვე რომ MetaMask-ის airdrop-იც იქნება და MetaMask-ს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვიყენებდით, ამიტომ ყველას თითქმის დაგვირიგდება ეს airdrop-ი. მეტეორა განვიხილებ Pump-ის ტოკენის გამოვა მალე, ეგეც ძირითადი თარიღი არ გვაქვს Pump-ის ტოკენი როდის გამა, მაგრამ Pump Fund-ზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვაჭრობდით. ვინც Solana-ში ხართ თითქმის ყველა ივაჭრებდით ალბათ Pump Fund-ზე, ამიტომ ეს airdrop-იც უმეტესობას მოგვიწევს. რამდენი იქნება, როგორ იქნება და როდის იქნება, ჯერ არ უთქვამთ. Kraken-მა ასევე გამოუშვა ახალი launchpad-ი. ანუ Kraken-ის launchpad-ი იქნება როგორც სხვა ბირჟების launchpad-ებით, ანუ Binance-საც აქვს მაგალითად launch pool-ი ეგეთი, Gate.io-საც აქვს მაგალითად ეგეთი launchpad-ი, Bybit-საც აქვს და ასე შემდეგ. ანუ ეგეთი სახის launchpad-ი იქნება. აქ ძირითადი play ის არის, რომ პირველი ტოკენი, რომელიც გამოვა ამ launchpad-და, ის ტოკენი, რომ ვიყიდოთ. ანუ რადგანაც პირველი ტოკენი იქნება, ანუ რადგანაც ახალი launchpad-ია Kraken-ის და პირველი ტოკენი იქნება, პირველივე ტოკენზე ძირითადად მასე ხდება, რომ რაღაც ახალი პლატფორმა თუ გამოდის, პირველივე ტოკენი ვარდება რა. შესაბამისად დიდი შანსია, რომ პირველი ტოკენი გავარდეს და X-ები დაწეროს. როგორი სახის sale იქნება, როგორი იქნება ის, რა ქვია, ყიდვა, ჯერ არ ვიცით, მაგრამ როგორც ხედავთ, KYC დაგჭირდება, ანუ Kraken-ზე დარეგისტრირება დაგჭირდება, KYC-ის გავლა დაგჭირდება და ასევე დავშევნახავთ, ანუ როგორი სახის sale იქნება, პირველი რა sale იქნება, მაგრამ პირველი sale როცა იქნება, აუცილებლად შევდივართ. ანუ იმის ალბათობა, რომ თანხა წააგოთ პირველ sale-ზე ძალიან დაბალია და თანხა რა მოიგოთ, იმის ალბათობა უფრო მაღალია. შესაბამისად, ღირს ამ sale-ში შესვლა. გაშა კიდე ახლა ანუ რა ტოკენის sale იქნება, რა ლადბანძის sale თუ იყო, მაგალითად ისე არ ღირს, მაგრამ ჩემი აზრით ნორმალური რადგანაც პირველი sale იქნება, თვითონ Kraken-ი ნორმალურ sale-ს გამოუშვებს. გავიაროთ ასევე პროექტი, რომელიც გამოვიდა გუშინ, ამის ხოლი მქონდა დაწერილი იმაში, რა ქვია, ჯგუფში. და კაროჩი, ეგეთი რაღაცა პლატფორმა გააკეთეს, სადაც თანხა გროვდება ამ პლატფორმაზე და შემდეგ ის თანხა დაგროვილი, რაც დაგროვდება, იმ თანხით იღებს და რაღაცა NFT-ს ყიდულობს. ანუ თვითონ NFT კოლექციას აქვს მისი ტოკენი, ანუ strategic ტოკენი, მაგალითად Ape strategy, Burp strategy, Pudgy strategy, ანუ Pudgy არის მიმული ძირითადად Pudgy Penguin-ზე. და თითოეულიდან, ანუ მაგალითად Pudgy Penguin-ზე როცა ტოკენს ყიდულობენ, ამ ტოკენიდან რაღაცა ფიები გროვდება, ეს ფიები როცა აგროვდება, კონტრაქტი ავტომატურად ყიდულობს Pudgy Penguin-ის NFT-ის floor-ზე და შემდეგ მაგას დებს უფრო ძვირად რა. გადასაყიდად და შემდეგ იქიდან რაღაცა პროცენტობას კიდე აგროვებს თანხის და შემდეგ ბარნავს ამ ტოკენებს საერთოდ რა, რაღაცა ეგეთი უყენიათ. მაგრამ რაღაცა შეცდომა დაუშვენ კონტრაქტში და ანუ ისეთი სახის შეცდომა იყო, რომ ვიღაცა პროგრამისტი შევიდა და 1 მილიონი დააპროფიტა ამაზე. როგორ მოხდა ეს? ანუ შევიდა პროექტში და პროექტში ძირითადად ანუ ხო იცის რომ როდესაც აგროვდება გარკვეული სახის გარკვეული თანხა, ანუ ეს კონტრაქტი თავისით იღებს და ყიდულობს NFT პროექტებს რა. თვითონ აქ რაცა დაგაშვება, მაგალითად Pudgy strategy თუ და აქ აგროვდა, ანუ Pudgy Penguin-ის NFT-ებს ყიდულობს. და ისე გააკეთა, რომ ანუ მაგ როგორი სისტემა არის ზუსტად არ ვიცი, ანუ არ გავიარე ზუსტად ეგ სისტემა, მაგრამ ისეთი სისტემა ქონდა, რომ როდესაც ტოკენი გამოვიდოდა, ამ ტოკენზე როდესაც თანხას აგროვდა, floor-ზე რაც იყო, ყიდულობდა რა და შესაბამისად ის ექნა ამ ტიპმა, რომ მაგალითად Pudgy Penguin-ი იყიდა მაგალითად 10 ეთერიუმად იყიდა და 54 ეთერიუმად ქონდა დადებული გასაყიდად. აქ შემდეგ თანხა დაგროვდა და ამ კონტრაქტმა, ანუ 54 ეთერიუმად იყიდა მისი Pudgy Penguin-ი. და ასე მოკლედ ჩალიჩობდა, მაგრამ ეს რომ თლიანობაში გაეკეთებინა რაღაცა მისი კონტრაქტი დალანჩა კიდე ზემოდან, ანუ ეს უკვე დეველოპერის მხრიდან არის ძირითადი დეტალები, რაღაცა მისი კონტრაქტი დალანჩა, ის კონტრაქტი მიაბა თარგეტი და ამის კონტრაქტს და იმ კონტრაქტიდან შემდეგ ყიდულობდა სამჯერ ძვირად რა. წავიდოდა floor-ზე, ანუ თვითონ ეს დეველოპერი იყიდა იაფად, მაგალითად 10 ეთერიუმად დადებდა მე აქა, ეს TokenWorks-ის ბოტი თავისით აიღებდა და 44 ეთერიუმად იყიდა შემდეგ ამას. და ამაზე აპროფიტებდა, ასე ჯამში გააკეთა 2 საათის განმავლობაში, ასე ატრიალებდა ეს ჰაკერი, თუ ამ დეველოპერი ვინც არის და ამ 2 საათის განმავლობაში გააკეთა 1 მილიონი დოლარი. შესაბამისად ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, რადგანაც ჩვენ თუ პროსტა ტოკენში შევედით, ეს არის FADI ტოკენის და ამიტომ ამ პროექტზე ძირითადად break-even-ზე თუ გამოხვიდოდით, ან ოდნავ თუ დააპროფიტებდით, რადგანაც მაგნიუსის შემდეგ უნდა უკვე გეფიქრათ, როგორ გამოსულიყავი ამ ტოკენიდან.
გავიაროთ ახლა shitcoin-ები, ანუ shitcoin-ები ძირითადად ისევ, ანუ meme-coin-ების მეტა ისევ Solana-ზე არის და Axiom-ით შეგიძლიათ meme-coin-ებზე ვაჭრობა. Axiom-ზე არის ძირითადად მეტა და ბოლო დღეებში მაგალითად გამოვიდა ერთი ტოკენი, რომელიც ძალიან საინტერესო ტოკენი არის, ეს არის MESA. აგერ არის Black Mesa-s ტოკენი გამოვიდა და როგორ, ანუ რა არის ახლა ამ წუთად შვედში არის ძირითადად პანფანზე, ანუ სტრიმები რა, ასეთი რაღაც არის პანფანმა შემოიტანა სტრიმები და როგორც Twitch-ზე შეგიძლიათ გასტრიმოთ, ისე შეგიძლიათ პანფანზე გასტრიმოთ რა. და პანფანზე როდესაც გასტრიმავთ, თვითონ coin-ის შემქმნელი თუ ხართ, მაგალითად STP არის აგერ coin-ის შემქმნელი, გადავიდივართ coin-ებში და აგროვებს creator reward-ებს რა. მაგალითად Mesa-ზე ამ წუთას გააკეთა $155,000 ამ creator-მა. ანუ ეს ავტომატურად გროვდება ფიებიდან, ანუ თითოეული ყიდვა გაყიდვაზე ფიები ერიცხება ამ developers-ს და აქედან ნელ-ნელა აგროვებს თანხას. რა მაგრად უმოხოდავთ coin-ს რაღაცა გამოუშვებთ, რაღაცა კაი სტრიმს შეგიძლიათ თანხა გააკეთოთ. შესაბამისად, ისეთი მეტა არის ახლა რომ ვიღაცა ცნობილი ინფლუენსერები შემოდიან პანფანზე, სტრიმავენ და ამ სტრიმზე ფულს აკეთებენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა Alex Becker-ის coin-ი. ეგ კოლიც დავწერე ჩემ ჯგუფში და Alex Becker-ის coin-მე დაწერა სადღაც 100x-ი დაწერა მიახლოებით რა, თუ შეძლებდით, რა თქმა უნდა, პირველ ერთ წუთში ყიდვას რა, როცა გამოვიდა ერთ წუთში უნდა ეყიდათ, უნდა მოასწროთ ერთ წუთში ყიდვა. დაწერა 100x-ი, შემდეგ Alex Becker-მა ფიებით გააკეთა $400,000 და შემდეგ ეს $500,000 დაარიგა სხვა სტრიმერებში ისევ პანფანზე. მოკლედ ასეთი მეტა არის, ამ მეტაზე თანხის გაკეთება როგორ შეგიძლიათ პროსტა პროექტებს უყუროთ, მაგალითად Black Mesa-სნაირი მაგალითად დროზე აღმოაჩინოთ, ანუ ითრენჩეროთ უნდა, ანუ აქ იჯდეთ პულსზე, უყუროთ ახალ რაიმე სტრიმი თუ დაიდება, ის სტრიმი ნახოთ როგორია, თუ მოგეწონათ და მაგარი სტრიმი რაღაცა ახალი შემოვიდა, ვიღაცა ინფლუენსერის სტრიმა, შეგიძლიათ coin-ში შეხვიდეთ და დააპროფიტოთ. ეგ ერთი ვარიანტი, მეორე ვარიანტი არის თვითონ გამოვუშვათ რაღაცა სტრიმი, ასეთი საინტერესო რაღაცა გააკეთოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცა რო გააკეთოთ, დეველოპერი უნდა იყოს რაღაცა. და მოკლედ ან ვიღაცა ინფლუენსერი უნდა იყოს და გამოვუშვათ, გასტრიმოთ და ამ მაგაზე გააკეთოთ თანხა. მოკლედ ამ დეველოპერმა რა ქნა? გამოვუშვა პროექტი Black Mesa. Probably another scam. Just ხო, გამოვუშვა პროექტი Black Mesa და ანუ პროექტის იდეა რა არის? თვითონ Black Mesa როგორც ისი Half-Life-ის თამაში არის და აიღო მოკლედ ეს Half-Life-ის გარემო შექმნა, ეს ტიპები დააყენა, ანუ დამოდილი არის რა თქმა უნდა თამაში და შემდეგ ამას მიაბა AI რა. აქ ჩატი არის თვითონ იმის პანფანის და ჩატში რასაც წერენ, აგერ მაგათა ტიპმა დაწერა რა, ჩატში რასაც წერენ, ეს AI ამ ჩატს ბოლომდე კითხულობს ყველაფერს და შემდეგ რაღაცას პასუხობს რა. და ეს თვითონ რასაც პასუხობს, კიდე არის ორი კაცი ასეთი რა, 2-3 კაცი და მე ერთმანეთში AI, 3 AI, ანუ 4 AI და ერთმანეთში ლაპარაკობენ. ანუ ესეთი რაღაცა შექმნა, რომ ყველაფერს კითხულობს, ვინ რას ყიდულობს coin-ებს, იმასაც ნახულობს და შემდეგ მაგაზე ლაპარაკობს, შემდეგ კრიპტოზე ლაპარაკობს, meme-coin-ებზე ლაპარაკობს თვითონ AI და ანუ ხალხი დაინტერესა ასეთმა პროექტმა, რადგან პირველი იყო, რაც გამოვიდა და როგორც ხედავთ, აგერ რამდენიმე ვიდეოა, ანუ მთელი დღე პროსტა არის და ლაპარაკობს რა რაღაცეებს. აგერ 3 AI ერთმანეთში ლაპარაკობენ. შესაბამისად მოეწონა ეს ხალხს და როგორც ხედავთ, coin-ი გავარდა და აგერ არის coin-ი გამოვიდა 19 სექტემბერს. ღამის 12 საათზე გამოვიდა. ღამის 12-ზე რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ დაწერა, შემდეგ 1 საათი დაჭირდა, 2 საათი დაჭირდა, მოკლედ რომ ხალხს დაენახა და შემდეგ გავარდნილი იყო. მაგრამ ღამის 12-ზე არ გამოსულა, რადგანაც UTC-ზე მიყენია, აგერა UTC + 4, ანუ ჩვენი დროით დილის 4-ზე გამოვიდა coin-ი 19 სექტემბერს. შემდეგ დაჭირდა 2 საათი მოკლედ რომ ხალხს გაეგო რა არის, ხალხს მოეწონა შემდეგ და გავარდა. აქედან გავარდა უკვე coin-ი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი x-ები დაწერა, აქ თუ იყიდით, რა ვიცი, ძალიან ბევრი x-ია, 50x-ი დაწერა. სადმე შუაში რო გეყიდეთ, რავი, აქ მილიონზეც რო გეყიდეთ, 3-4x გააკეთებდით. და ანუ აგერ არის ეს 3 AI ერთმანეთში ლაპარაკობს. The coffee actually tasted better after it turned that strange color. You drank it after it started glowing? I was up for 36 hours straight. I would have drunk anything. Security said they're reviewing the camera footage. They want statements from everyone who was present. მოკლედ, როგორც გითხარით, ანუ ძირითადი ტრენდები არის ისევ meme-coin-ებზე არის ისევ, ასე არის სხვადასხვა პლატფორმები გამოდის და იმ პლატფორმებზე კეთდება ფული და ძირითადად დავაკონტროლოთ ბევრი ინფლუენსერი რა, სხვადასხვა სახის ინფლუენსერები დავაკონტროლოთ, ვინ დააპირებს coin-ის გამოშვება და ასე შემდეგ. ძირითადად ალფა, როგორც იცით უკვე, ჩემი ჯგუფი ჯეფრივები არის
უფასო, ანუ თავიდან ბოლომდე არის უფასო და აქ უკვე ვდებ ინფორმაციას რა როდის გამოდის და სად რა შეგიძლიათ შეხვიდეთ და რა თანხა გააკეთოთ. აქამდე იყო მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო პროექტი Football Funny, სადაც შეგელოთ თანხა გაკეთებიათ მარტივად, როცა მე 11 ლეველი გჭირდებოდა და დროზე უნდა გეყიდათ ახალი ფეხბურთელი, როდესაც გამოვიდოდა. ანუ ბევრი ინფორმაციას ვდებ, ამიტომ გირჩევთ, რომ ჩემს ჯგუფში შემოხვიდეთ Discord-ზე და ანუ თვალყური ადევნოთ და მოამზადოთ სოლანა თანხა რაღაცა და როდესაც რაიმე კარგს დავწერთ, რაიმე კარგი პროექტი იქნება, უკვე შეგიძლიათ დაფიქრდეთ, სად როგორ გავაკეთოთ თანხა.